რამეს, მაგათ ინგლისურს. მე რომ მქონოდა ბავშვობაში, მე ინგლისური მეცოდინებოდა, ეხაც კი ვერ ვარ თამამად რა. ეგრე არ მიფიქრია. კი, მაგრამ მართალია, ხო. მინიმუმ ასწავლის ინგლისურ ენას. კიდევ? მაგრამ პრინციპში კიდევ რა მაგალითად გეტყვი, სტრატეგია. ხო არის სტრატეგია თამაში. უნდა აშენო რომი. ან დაიპყრო რომი. რაღაც ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის რომ შედიხარ გაკეთებულია რეალისტურად. წარმოდგენა გაქვს რომი როგორი იყო მაშინ. წიგნიდან ერთი არის. იქ ხედავ როგორი შენობა იყო კოლიზეუმი, სად იყო, გვერდით რა შენობა იყო, ჯარისკაცს რა ეცვა და გზები როგორი იყო, რომელიც ყველა რომში მიდიოდა. ხო. ასე რომ თამაშების ესეთი მხოლოდ უარყოფითი კუთხით დანახვა არ შეიძლება. იმიტომ რომ მით უმეტეს რომ მე არ არის ასაკი, როცა აღარ თამაშობს ადამიანი. მე ეგეთი არ ვიცი. მე თვითონ ეხლა ყოველ დღე რაღაცას თამაშობ ხოლმე რაღაც გარკვეული პერიოდი. მამა ჩემიც. ჩემი შვილიც და შვილი არ მყავს, თორე როცა გიყოლება ისიც ითამაშებს. უნდა გამოუყო ადამიანი რომ ეთამაშოს ალბათ იმას აქში იქნება. ასე რომ თამაშებს თუდი არაფერი არ არის, უბრალოდ წეღარო სხვა რაღაცაზე თქვით რა იუმორზე რაღაცაზე ზედმეტი არ შეიძლება რა. სამწუხაროდ მშობლების თაობაში ბევრში არის დემონიზირებული. აუ თამაშობს ჩემი შვილი და ესეც ალსახად ცუდი არ არის პირიქით. თუნდაც რამდენი რაღაც სწავლა შეიძლება. სწავლა საერთოდ თამაშით არ იწყება ბავშვები ბაღში და თამაშით არ სწავლიან. თამაშები მეც ვიყვარს ვაღიარებ, მაგრამ აი შეიძლება ეს საკვიატებაა ჩემი. წიგნი ჩააჩოჩა თამაშებმა და ეგ არ მომწონს რა. ბოლოტო კაცო, წიგს თავის დრო აქვს, თამაშ თავის. აი წიგნის დროსაც რო თამაშს უთმობენ მაგას განით. მაგრამ შენ მითხარი იმ დღეს მე მგონი ჩვენ ბავშვობაში ვყოფილიყო ეს ამდენი თამაში სულ არ მოვკიდევდი იმ წიგნებს ხელსო რა. არ ვერ ვიტყვი რომ მოვკიდებდე. კაი თამაშები შეიძლება ვაბუქე, კაი ეკრანი მაშინ რა. აი ეს სკროლვა ამ TikTok-ის და რაღაცეები. დიდი ხანი ვიბრძოლე, კაი ხანი არ ქონდა ჩემ შვილებს TikTok-ი, მაგრამ ბოლო დავნებდი და ეხლა ავთ. TikTok-ის მე არა მაქვს აკაუნტი და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ რა ხმებიც მომდის. არის მანდ კაი ამბავი. თუმცა სამყაროსგან ვითარება მე წარმომადგენლებს ეგრე რომ მოვა დრო რომ TikTok-ი ჩაითვლება აკადემიურ პლატფორმად. უარესები გაჩნდება. იმიტომ ეხა აქ TikTok-ზე რაღაც 5 წამს მაინც ხოშვება რაღაც ეს ადამიანი. იქ იქნება კიდევ უფრო პრიმიტიული შემდეგ.